უნდა წავიდეთ ახლა ჩამის ხეობაში. 74 წლის ირაკლი ხვედაგურიძე თუშეთში ერთადერთი ექიმია. ის 2011 წლიდან სოფელ ბოჭორნაში მუდმივად ცხოვრობს და მთელ თუშეთს ემსახურება. იმის გამო რომ ტრანსპორტი არ აქვს, პაციენტებთან ამ ცხენით დადის. ადგილობრივები გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმის გამო რომ ექიმს არ ყავს მანქანა და შესაძლოა ამ დროს მოხდეს დაგვიანება, რომელსაც აბრალებენ ექიმს, მაგრამ ეს ექიმის ბრალი არ არის, იმიტომ რომ ის მოძრაობს ცხენით. შორია, შეიძლება ექიმი იყოს ომალოში პაციენტთან და ამ დროს დაურეკონ თუნდაც დართლოდან. დართლოში გადასვლას ცხენით ჭირდება დაახლოებით 2 ან 3 საათი. და მანქანით ჭირდება 1 საათი. ყველას ეშინია ვაიმე რაღაცა რომ მომივიდეს, არ არის სასწრაფო დახმარება. აი ვიღაც დაშავდა და რაღაც კომუნიკაციის საშუალებით ან ტელეფონით ან მანქანით მიდიან ბოჭორნაში, აგებინებენ ექიმს, ან მანქანით მოყავთ თუ აქვთ მანქანის საშუალება, ან კიდევ იძულებულია რომ ცხენით წამოვიდეს და ამასობაში ის ძვირფასი დრო იკარგება. სწორედ სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევებისთვის 2014 წლის 18 დეკემბერს ჩეხეთის განვითარების პროგრამების ფარგლებში თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციას საჩუქრად მაღალი გამავლობის მიცუბიშის მოდელის მანქანა გადაეცა. მოგვიანებით თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციამ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა. ვულოცავთ ყველას, თუშებს, სტუმრებს და დამსვენებლებს. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ თუშეთის დაცული ლანდშაფტისთვის გადმოცემული მანქანა მოემსახურება თუშებს მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის. ბარში მანქანა არ ჩამოვა, რადგან ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილზე სწრაფი გადაუდებელი დახმარების გაჩენაა, რომელიც მუდმივად იქნება მთაში და ნებისმიერი ავარიის და სახიფათო შემთხვევის დროს ადამიანს უმოკლეს დროში დაეხმარება. ამგვარი სამედიცინო მომსახურების გაჩენა თუშეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ განცხადების გავრცელებიდან დღემდე ავტომობილი თუშეთის ამბულატორიას არ გადასცემია. როდის გვიან ავადმყოფის მდგომარეობა საათები კერასურთები წვებს. ერთი თვე არა, მაშინა გადავარდა. რაიჯდა მაშინაზე, ვეტფრენი ზილი შემოფრინდა და ამ დროს რო აქ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ყოფილიყო, ან სასწრაფო დახმარების ეს მანქანა რომელიც ოქტომბრიდან ოქტომბრამდე თუშეთის ამბულატორია ჩეხემ აშუქეს ის სადაა პაპა სად არის და ახმეტაში თუშეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მანქანა რომელიც მუდმივად მთაში უნდა ყოფილიყო თითქმის 1 წელია თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირად სარგებლობაშია არ არის დატვირთული თავისი გვიძილი ფუნქციებით როგორც კი დაიტვირთება ეს ავტომობილი ოფიციალურად რომ ისე არ არის რომ წაიღოს ოფიციალურად გადაიცემა ბალანსიდან ბალანსზე იმ საჯარო სამართლის პირს, ანუ ამბულატორიას, რომელიც დაფუძნდება მუნიციპალიტეტის მიერ. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნდება თუ ქონების მორთვის სააგენტოს მიერ ეს გასარკვევია. მანამდე ის არის თქვენს პირად მოხმარება. კი. ჩვენი ადმინისტრაციის მოხმარებაში. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური განმარტავს, რომ ავტომობილი ხალხს მხოლოდ მას შემდეგ მოემსახურება, რაც მისი სპეციალური სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა მოხდება. ეს ავტომობილი მაღალი გამავლობის, ესეთი კომენტარი იყო, რომ უნდა ყოფილიყო მთაში და იქიდან არ ჩამოვიდო და ამჟამად არის პირად მოხმარებაში დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელის. კი, ესე გამოდის, იმიტომ რომ ამბულატორიული აღჭურვილობა არ აქვს ამ მანქანას, ეს მანქანას თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა იყოს? ირაკლის უნდა მივცე მანქანა, ეხლა მე რა ფუნქციით როგორ უნდა გადავწე იქნებ მითხრათ, ან იურიდიული ფორმა მითხრათ. ეს არის სამართავად გადმოცემული ადგილობრივ მუნიციპალიტეტზე. და პროფესორი თუშეთის დაცული ლანდშაფტზე გადმოცემული. და მართავს იყენებს ჯერჯერობით იქიდან გამომდინარე არ აქვს ამას სამედიცინო აღჭურვილობა. ამას სამედიცინო აღჭურვილობა რო ექნება, შემდგომ უკვე უნდა დაუქირავ ძღოლი, ვისაც მანქანა ჩაბარდება. და ის ორი ექიმი ვინც იქნება, თადაც სამეცნიერო ექიმებს თორე ირაკლი უნდა მოემსახუროს მე ამათ პროფესორს უნდა მოემსახუროს ხალხს. მე არ მინდა სასწრაფო დახმარების საშუალებით იყოს არამედ ის მანქანა ადგილზე იყოს რამე თუ თუშეთის ცენტრ სოფლიდან ვიდრე ბოლო სოფლომდისინ არის 43-45 კილომეტრის რადიუსით. ავტომობილი ოფიციალურად თუშეთის დაცული ლანდშაფტის ბალანსია. თუმცა ბაიდაური ამბობს, რომ მის დანიშნულებისამებრ გამოყენებას მათ ჩეხეთის მხარე უკრძალავს და უფრო მეტიც, ავტომობილს თავად ჩეხური მხარე იყენებს. ჩეხეთის მხარე იძახს, სანამ არ აღჭურვა, არავის არ მისცეთ ეს მანქანა. და დონორი ორგანიზაცია არის, მოგეხსენება და მათ განაცხადებას გვირჩევნია რომ არ გავანაცხდით.
ისინი თვითონ ისეც ამ ზაფხულ ალბათ უმეტესწილად თვითონ მაგად გამოიყენეს ეგ მანქანა სიმართლე გითხრა. იმიტომ რომ ისინი როცა ჩამოდიან თუშეთში თითქმის ჩეხებს ემსახურება ეგ მანქანა. თქვენ გამგეობა თუ იყენებს ამ მანქანას პირადი მიზნებისთვის? თუმცა თქვენ ხედავთ არ ვიყენებ რა თქმა უნდა. ამ მანქანით დააჯარიმეს გამგებლის მძღოლი. სად დააჯარიმეს? როგორც გვაქვს ინფორმაცია, ამ მანქანას მართავდა გამგებლის მძღოლი და შეიძლება ერთხელ იყო ჩემთან ერთად, არ ვიცი, შეიძლება. მაგრამ ეს მანქანას თავიდან თბილისიდან რო წამოვიდი, მე თვითონ წამოვიღე ჩემ ძოლთან ერთად. ახმეტის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ მაღალი გამოვლობის ავტომობილის სპეციალური სამედიცინო აპარატურით აღჭურვა და მისი თუშეთში გაგზავნა წლის ბოლომდე მოხდება. მანამდე კი თუშეთში ჩასული ტურისტები და ადგილობრივები კვლავ ცხენზე ამხედრებული ექიმის ირაკლი ხვედაგურიძის იმედზე რჩებიან. ფეხი ტინა ჩემს მოსვლამდე სიმ ადგილიდან არ დადრა მაგარ სატოზე დააწინა და